GLP-1, ანუ გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი 1-ის აგონისტები არიან დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები. ამიტომ მათი მთავარი ფუნქცია არის სისხლში შაქრის რაოდენობის შემცირება. GLP არის ჰორმონი, რომელიც საკვების მიღების შემდეგ გამოიყოფა და აქვს სამი მთავარი ფუნქცია. ის ანელებს კუჭის დაცლას, რაც შიმშილის შეგრძნებას ამცირებს, ხელს უწყობს ინსულინის გამოყოფას და ასევე ამცირებს გლუკაგონს. სწორედ იმ ჰორმონს, რომელიც ზრდის სისხლში შაქრის რაოდენობას. უფრო მეტს დღეს კი ენდოკრინოლოგი ნათია ვაშაკმაძე გვეტყვის. მოგესალმებით. მოგესალმებით. ჩვენი სტუმარი ხართ. დიდი მადლობა მოწვევისთვის, ჩემთვის საპატიო არის თქვენს გადაცემაში სტუმრობა. მადლობა. დღეს ვისაუბრებ GLP-1 აგონისტებზე და როგორც თავადაც მოგეხსენებათ, სულ რაღაც 2-3 წლის წინ იყო ძალიან დიდი აფეთქება მედიკამენტების და შემოვიდა ბაზრაზე და ბევრ ადამიანს კითხვები გაუჩნდა მაშინაც, ექიმები არ ნიშნავდნენ ასე თავისუფლად ამ მედიკამენტებს, თუმცა თითქოს ბოლო წლებში შეიცვალა ეს დამოკიდებულება და წელს უკვე როგორც ვახსენეთ, ჯანმომ გასცა პირობითი რეკომენდაცია ამ მედიკამენტების გამოყენების სიმსუქნის საბრძოლველად პაციენტებში. როგორია თქვენი დამოკიდებულება, როგორც ენდოკრინოლოგის ამ ცვლილების მიმართ? ძალიან კარგი პირველ რიგში. მოკლე პასუხი ესეთია, უფრო ვრცლად შემიძლია გითხრათ, რომ სიმსუქნე ეს არის დაავადება. ეს არ არის უბრალოდ ძალისხმევის ნაკლებობა, რომ ადამიანები ვერ ხდებიან. და სიმსუქნე არის სერიოზული ქრონიკული დაავადება, რომელიც სხვა დაავადებებს იწვევს. მათ შორის ეს არის შაქრიანი დიაბეტი, ეს არის ათეროსკლეროზი და გულსისწრაფთა დაავადებები, ეს არის მთელი რიგი ონკოლოგიური დაავადებები. შესაბამისად, ეს პრეპარატები გამოიყენება სიმსუქნის და მასთან ასოცირებული სხვა ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ. არსებობს თორე რაიმე გარკვეული სხვა ქრონიკული დაავადება, რომელიც არის კატეგორიული უკუჩვენება ამ მედიკამენტის გამოყენების. დიახ, არის. ეს არის ფარისებრი ჯირკვლის ძალიან იშვიათი ონკოლოგიური დაავადება, ფარისებრი ჯირკვლის მედულური კარცინომა, რომლის დროსაც არ შეიძლება ამ მედიკამენტის გამოყენება. ასევე ეს არის ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი, როდესაც კატეგორიულად არ შეიძლება ამ მედიკამენტის გამოყენება. რომ ჩაგეკითხოთ ამ ორსულობის თავაზე, ჯანმრთელობაში არის ნახსენები, რომ ორსულ ქალებში არ გამოიყენება ეს მედიკამენტი, ეს არის გამოწვეული პოტენციური გვერდითი ეფექტებით ნაყოფისთვის თუ უბრალოდ იმიტომ, რომ არ გვაქვს შესწავლილი ჯერ ამ ჯგუფში როგორ მოქმედებს ეს მედიკამენტი და რა გვერდითი ეფექტები შეიძლება გქონდეს. გეტყვით, ანუ ორსულებში ადამიანებში არ არის გამოყენებული, ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა კი აჩვენა გარკვეული ფეტალური დარღვევები. ანუ გარკვეული სიგნალი ცხოველებზე ჩატარებული კვლევებიდან არის, რომ შეიძლება იყოს საზიანო ნაყოფისთვის, აქედან გამომდინარე გვაქვს ეს სიგნალი, რომ არ იქნას გამოყენებული ორსულობის დროს და უფრო მეტიც, ორსულობის დადგომამდე თუ კი იგეგმება ორსულობა, 2 თვით ადრე უნდა შეწყდეს ეს ჯგუფის მედიკამენტები. რა მოცულობის აი ამ პრეპარატების გამოყენებისას რა მოცულობის წონის კლებაზე შეიძლება ვისაუბროთ და შენარჩუნება შემდეგ თუ ხდება, იმიტომ რომ ვიცით ადამიანები, ვინც წონაში იკლებენ ვარჯიშით, სწორი კვებით, მაგრამ მე უჭირთ ხოლმე შენარჩუნება, მაგრამ აი, როდესაც GLP-1 აგონისტს ვიყენებთ, მაშინ როგორ ხდება ამის? ზოგადად GLP-1-ის აგონისტები ეს არის დიდი ოჯახი, სხვადასხვა წარმომადგენელი ყავს. ყველაზე ხშირად, რასაც ახლა ვიყენებთ, ეს არის სემაგლუტიდი და ტირზეპატიდი, რომელიც არის მისი შემდგომი თაობა. წონის კლების პროცენტობა განსხვავებულია მათ შორის. კერძოდ, სემაგლუტიდი დაახლოებით 15%-იანი კლებით ხასიათდება, ანუ მაყურებელმა რო წარმოიდგინოს საწყისი წონი სიტყვაზე 100 კილო თუ არის პაციენტი, მისი 15%, ანუ 15 კილოს კლება და ეს შესაძლებელია დაახლოებით 6 თვის თავზე, ესე რა ვთქვათ, 6 თვის ფარგლებში. რაც შეეხება ტირზეპატიდს, აქ დაახლოებით 20-21, ზოგი ერთი მონაცემით 25%-იანი კლებაც გვაქვს, რაც ისეთ შეესაბამება ბარიატრიის შემდგომი წონის კლების პროცენტს, ანუ საკმაოდ სერიოზული მასშტაბია. ეს პრეპარატები არის ერთგვარი მუხრუჭი მადისთვის. ანუ წარმოიდგინეთ, რომ აი მაგალითად მადა, ეს არის მანქანა, რომელიც მიდის, რა ვიცი, მithlat 200 კმ/სთ სიჩქარით და ეს პრეპარატი არის მუხრუჭი, ანელებს აი ამ სიჩქარეს, ანუ მადას აქვეითებს და შესაბამისად მნიშვნელოვნად ხდება წონის კლება მიღებული კალორიაჟის შემცირების ხარჯზე. და როდესაც ამ პრეპარატებს მოხსნით, ეს სიჩქარე როგორც წესი ბრუნდება და შეიძლება იგივე სიჩქარით არა, მაგრამ მადის გაღვივება და წონის მატება დამახასიათებელია. ანუ
კვლევებმა აჩვენა, რომ დაახლოებით დაკლებული წონის 2/3-ს უკან იბრუნებენ პაციენტები მედიკამენტის შეწყვეტიდან 1 წლის ფარგლებში. ამიტომ ჩვენ უნდა შევხედოთ სიმსუქნეს როგორც ქრონიკულ დაავადებას და მისი მართვაც უნდა დავინახოთ ქრონიკულ პერსპექტივაში. შეიძლება თავიდან, როდესაც გვინდა წონის მნიშვნელოვანი კლება, უფრო მაღალი დოზა გამოვიყენოთ, ხოლო შემდგომ შესანარჩუნებლად უფრო პატარა დოზა ან უფრო იშვიათი ინექციები და ეხლა დაიდო ზუსტად კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ არა ყოველკვირეული, როგორც ეს სტანდარტულად ხდება, არამედ 2 კვირაში ერთხელ ინექციებიც კი გამოსადეგია წონის შენარჩუნების მიზნით. ჩვენ ქართულ პაციენტებს სულ აქვთ ეს სურვილი და მოთხოვნა, რომ აი, ეხლა დავიკლებ და მე ყველაფერს დაუბრუნდები ძველებურად და მოლოდინია, რომ წონა არ დაბრუნდება. ესე არ არის. ანუ თუ პაციენტის ცხოვრების წესით ახერხებს, რომ წონა შეინარჩუნოს, ეს არის ბრწყინვალე, მაგრამ ეს ხდება ერთეულ შემთხვევებში. როგორც წესი სიმსუქნე, როგორც ასეთი დაავადება, ეს პრობლემა მედიკამენტის მოხსნის შემდეგ ხშირად უკან ბრუნდება, როგორც გითხარით, დაახლოებით 60% წონის უკან უბრუნდებათ. ამიტომ შესანარჩუნებლად იგივე მედიკამენტის უფრო დაბალი დოზით ან გაიშვიათებული ინტენსივობით გამოყენება არის ბევრად ეფექტური წონის სულ მცირე შენარჩუნების მიზნით. რა თქმა უნდა, არ ვივიწყებთ ცხოვრების წესს და კვებას, ფიზიკურ აქტივობას და სხვადასხვა, ესე იგი, არაფარმაკოლოგიურ ჩარევებს ასევე. მოქმედების მექანიზმის თავად იუწყება ეს არის მადის შემცირება, ხო? დაახლოებით რა დრო არის საჭირო, რომ ამან საგრძნობი ეფექტი მოგვცეს და რამდენი თვიანი კურსის შემდგომ ხედავთ რეალურ შედეგს? მინიმუმ ჩვენ პაციენტებსაც ესე ვეუბნები, რომ საცდელად მინიმუმ ჩვენ უნდა ავიღოთ ხოლმე 3 თვე. წონის კლების ეფექტი მოდის სადღაც მინიმუმ 3 თვეში. თუ ჩვენ 3 თვის თავზე არ აქვს არანაირი კლება, ასეთ შემთხვევაში ვამბობთ, რომ ეს არ არის ეფექტური მკურნალობა პაციენტისთვის, მაგრამ თუ 5% მაინც დაიკლო პაციენტმა პირველ 3 თვეში, ვაგრძელებთ 3 ზნე წონის მიღწევამდე. და როგორც გითხარით, ანუ კვლევებში რაც ჩატარდა ამ ჯგუფის მედიკამენტებზე, საშუალოდ სასურველი წონის კლება, ანუ აი ეს 15% ან 20% კლება დადგა სადღაც 6 თვის თავზე, 5-6 თვის თავზე. და შემდგომ უკვე შენარჩუნდა ამ მკურნალობის გაგრძელებით, ხოლო მოხსნის შემთხვევაში 2/3 წონის დაბრუნდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ამ მედიკამენტების მიღების პარალელურად არის ხოლმე მტვრის სიმკვრივის შემცირება, ანუ ოსტეოპოროზი. პაციენტი დაიკლებს დიეტით, პაციენტი დაიკლებს ბარიატრით, თუ დაიკლებს GLP-1 აგონისტებით, არანაირი სხვაობა არ არის, ხდება განლევა მასის ცხიმოვანი, კუნთოვანი და ძვლოვანი. უბრალოდ იმისთვის, რომ ეს ნაკლებად მოხდეს კუნთის და ცხიმის ბოდიში კუნთის და ძვლის ხარჯზე და ძირითადად მოხდეს სწორედ ცხიმის ხარჯზე, ამისთვის მნიშვნელოვანი არის სწორი შერჩევა საკვები რაციონის. კერძოდ, ანუ ცილის მდიდარი საკვები იმისთვის, რომ კუნთოვანი მასა შენარჩუნდეს და ასევე ვარჯიში, რომელიც აძლიერებს კუნთებს. და ასევე ეს არის, რა თქმა უნდა, კალციუმით მდიდარი პროდუქტები, ანუ რძის ნაწარმი და D ვიტამინის და კალციუმის დანამატები იმ შემთხვევაში, თუ კი პაციენტი არ იღებს საკმარისი რაოდენობით საკვებს. რაც მაინტერესებს არის ასევე რამდენიმე საკმაოდ ფართო მასშტაბიანი კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა ბოლო პერიოდში, იუწყება, რომ გარდა იმისა, რომ დიაბეტისთვის არის ეფექტური, ასევე დიაბეტთან ასოცირებული სხვა ქრონიკული დაავადებები, როგორც არის მაგალითად თითქმის დაავადება, ხო? ან კარდიოვასკულური გართულებები, რაც ასევე არის ასოცირებული. ამის შემცირებაში საკმაოდ ეფექტური არის ეს მედიკამენტი. ნამდვილად ეგრეა. ანუ როგორც თავიდანვე მოგახსენეთ, ჩვენ ამ პრეპარატებს ნიშნავთ არა უბრალოდ წონის კლების მიზნით, რომ პაციენტი უკეთ გამოიყურებოდეს ვიზუალურად, არამედ ნიშნავთ დაავადების სამკურნალოდ, ბიოლოგიის სამკურნალოდ, ბიოლოგიური დარღვევის, ხო? სიმსუქნის და მასთან ასოცირებული დაავადებების და ეს მასთან ასოცირებული დაავადებები, როგორც წესი, ყველაზე ხშირად არის სწორედ გულსისწრაფთა დაავადებები და GLP-1-ის აგონისტებმა აჩვენა გულსისწრაფთა დაავადებების მნიშვნელოვანი შემცირება, დაახლოებით 20%-იანი შემცირება აჩვენა კარდიოვასკულური მოვლენების, როგორიც არის ინფარქტი, ინსულტი და სიკვდილი გულსისწრაფთა დაავადებების გამო. ამიტომ ეს ძალიან სერიოზული დადებითი, დამატებითი ეფექტია გარდა წონის კლებისა პაციენტებისთვის. კვლევები, რომლებიც ჩატარდა ცხოველებსა და ადამიანებში, აჩვენა, რომ დამოკიდებულებასაც აქვს შეიძლება ალკოჰოლზე დამოკიდებულება, ამასაც ცვლის. თქვენს პრაქტიკაში ხო არ ყოფილა ეგეთ შემთხვევა? მედიკამენტი გავლენას ახდენს ბევრ ნაწილზე ჩვენი ორგანიზმის, მათ შორის თავის ტვინზე და იმ სისტემაზე, რომელსაც აქვს ეგრეთ წოდებული დამაჯილდოებელი ეფექტი. ანუ რა დამაჯილდოებელი, ახლა რას
გულისხმობს მაყურებელმა რომ გაიგოს. აი მაგალითად შევჭამეთ რამე ტკბილი, ცხიმიანი, გემრიელი და ამ დროს თავის ტვინში აღიძვრება სიამოვნების, ანუ ეგრეთ წოდებული ჯილდოს იმპულსები, რომელიც დოფამინერგულ სისტემასთან არის კავშირში და ეს პრეპარატები ამცირებენ აი ამ დაჯილდოების, ანუ სიამოვნების განცდას იმ საკვებთან და ასევე ალკოჰოლთან და ასევე ნიკოტინთან დაკავშირებით, რაც აღიძვრება თავის ტვინში. შესაბამისად, ადიქციასთან მიმართებით შეიძლება აქაც ძალიან კარგი დადებითი ეფექტი ქონდეს ამ ამბავს და ჩემ პრაქტიკაში ალკოჰოლზე ვერ გეტყვით, მაგრამ ნიკოტინზე კი ყოფილა პაციენტებს, რომლებიც არიან სემაგლუტიდით თერაპიაზე, უთქვამთ, რომ აი ნათია ექიმო აღარ ვეწევი, რაღაც აღარ მსიამოვნებს, იცით, ეგ კი არა პირიქით, რაღაცა ზიზღის ეფექტი მაქვს, როდესაც სიგარეტს ვუკიდებ და გადავაგდე სიგარეტი, გავანებეთ. ანუ ეს არის პლუს დადებითი გვერდითი ეფექტი იმ ყველა სიკეთესთან ერთად, რაც ამ ჯგუფის მედიკამენტებს აქვს. ნათია, დღეს ბევრი პოზიტიური მხარე გამიხილეთ ამ მედიკამენტებს, თუმცა როგორც ნებისმიერ სხვა ესეთ ეფექტურ მედიკამენტებს აქვს თავისი უკუჩვენებები და ასევე პოტენციური გვერდითი ეფექტები. ერთ-ერთი მათგანი წელს გამოქვეყნდა კვლევა ჟურნალ JAMA-ში 9 პაციენტს განუვითარდა მხედველობის პრობლემა, მაშინ რაც ხანგრძლივად მიიღეს ეს მედიკამენტი, სემაგლუტიდზე იყო საუბარი ამ კვლევაში, ეს იყო ოპტიკური ნევრიტი და ასე შემდეგ. რამდენად ხშირი არის ეს დაავადებები და რა რისკ ფაქტორები არის გარდა ამისა სხვა რაც ამ მედიკამენტებს ახსოვს? აბსოლუტურად სწორი ბრძანდებით, ანუ ნებისმიერი მედიკამენტი არის მედიკამენტი, ხო, და არა უწყინარი რაღაც ნივთიერება, რომელიც შეგვყავს ორგანიზმში, შესაბამისად, მას შეიძლება ჰქონდეს თავის პოტენციური გვერდითი ეფექტები. ის, რაზეც თქვენ საუბრობთ, ოპტიკური ნევრიტი და ოპტიკური ნერვის ინსულტი, ესე დავარქვათ, ეს თქვენ თვითონაც აღნიშნეთ, 9 პაციენტში გამოვლინდა და ეს იყო სპეციფიკურ ცენტრში, რომელიც ნეიროოფთალმოლოგიით არის დაკავებული. ანუ ერთ ცენტრში, რომელიც აი კონკრეტულად ნეიროოფთალმოლოგიაზე მუშაობს, იმ ცენტრში 9 პაციენტის შემთხვევა აღწერეს, რომლებიც იყვნენ სემაგლუტიდით თერაპიაზე. არის თუ არა მიზეშედეგობრივი კავშირი, ჩვენ არ ვიცით და 9 პაციენტი ეს არ არის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი რაოდენობა, მოგეხსენებათ. მაგრამ ეს მაინც არის ჩვენთვის სიგნალი, რომ ვიყოთ ყურადღებით და ვიყოთ ფრთხილად. გვერდით მოვლენებს რაც შეეხება, ეს პრეპარატი მოქმედებს ძირითადად კუჭნაწლავის ტრაქტზე. ანუ მისი ეფექტი ძირითადად მაინც მოდის კუჭნაწლავის ტრაქტზე და აქ მოდის გულისრევის შეგრძნება და თქვენ წარმოიდგინეთ პირღებინებაც კი. ეს არის ის გვერდითი მოვლენა, რომელიც საკმაოდ ხშირია და იმისთვის რომ ეს გვერდითი მოვლენა არ განვითარდეს, ჩვენ პაციენტებს ვურჩევთ რომ მიირთმენ მცირე ულუფა, იმიტომ რომ დანაყრების შეგრძნება ჩვენს ტვინში მოგეხსენებათ, გვიან მიდის ეს სიგნალი და ცოტა უფრო ადრე დაასრულონ კვება, ვიდრე სრული დანაყრების შეგრძნება მოვა. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წყლის მიღებას, იმისათვის რომ ჰიდრატირებული იყოს ორგანიზმი და მნიშვნელოვანია ის რომ კვების შემდეგ პაციენტი არ გადავიდეს ჰორიზონტალურ მდებარეობაში, ანუ ასეთ შემთხვევაში ეს გულისრევის შეგრძნება და პირღებინების რისკები უფრო მაღალია. ნათია, არის შემთხვევები, როდესაც მედიკამენტები სამწუხაროდ არაეფექტურია. ახსენეთ თავადაც, რომ არის შემთხვევები, როცა რამდენიმე თვე პაციენტი იღებს, მაგრამ ეფექტს ვერ ხედავს. რა ეტაპზე განიხილება ქირურგიული ჩარევა, ანუ ბარიატრია? და დღესდღეობით აი ამ ცვლად კულტურაში რა როლი უჭირავს, ასე ვთქვათ, ამ ქირურგიულ კურნალობას? ეს არის ბოლო ინსტანცია, ესე ვეუბნები ხოლმე პაციენტებს, იმიტომ რომ თუ ჩვენ ყველა გზა გავიარეთ და ყველაფერი აღმოჩნდა არაეფექტური, ასეთ შემთხვევაში მივმართავთ ბარიატრიას, რომელსაც აქვს თავისი რისკები, თავისი გვერდითი ეფექტები, რომელიც მოითხოვს მთელი ცხოვრების მანძილზე და შემდგომ გარკვეული დანამატების მიღებას, იმიტომ რომ ბარიატრიით ჩვენ ვიწვევთ მალაბსორბციას, ანუ შეწოვის დარღვევას, როგორც კალორიების, ასევე მიკროელემენტების და ვიტამინების. რაც შეეხება GLP-1 აგონისტებს, ისინი არ იწვევენ მალაბსორბციას, შეწოვა ხდება ჩვეულებრივ, უბრალოდ რაც აქ ხდება, არის რაოდენობა საკვების მკვეთრად მცირდება, რაც შესაბამისად იწვევს წონის კლებას. თუმცა ხანდახან არის მდგომარეობა, როცა საჭიროა მივმართოთ ამ ქირურგიულ ჩარევას ნამდვილად. მყავს პაციენტები ასეთი, რომელიც მე პირადად გამიგზავნია ბარიატრიულ ქირურგიაზე, იმიტომ რომ მკურნალობა რაც ჩავატარეთ არაეფექტური აღმოჩნდა.